Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგრძელებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური თემების განხილვას და როგორც დაგვერდით, დღეს არის უკვე ის მესამე ნაწილი, რომელიც არის საყვირების დღესასწაული. მაგრამ სანამ უშუალოდ საყვირების დღესასწაულს გადავალთ, მინდა პატარა ესეთი გადავუხვიო თემას და ვთქვა ესეთი რამე, რომ ატაცებას ვინც ველოდებოდათ 23 სექტემბერს, როგორ ხართ? მოხდით ატაცებაში? რა თქმა უნდა არა. ჩემო კარგები, თქვენ უნდა გესმოთ ერთ-ერთი ესეთი რამე, ბოლო დროს რაც უფრო უახლოვდება უფლის მეორედ მოსვლა, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია იქნება და ცრუ ესეთი სწავლები და ცრუ ესეთი მოლოდინები ექნება. ყველაფერი ეს იმისთვის კეთება, რათა თქვენ ღმერთს დაგაშოროს და ღმერთში იმედ გაცრუება ნახოთ მის სიტყვაში და მის აღთქმებში. ეს არის ეშმაკის ტაქტიკა და როდესაც თავად იესო ქრისტე გაფრთხილებდა, რომ ბოლო დროს იქნება სუწელსამეტყველები და გეტყვიან, ახლა აქ არის ქრისტეო, ცხებულიო, მხსნელიო, ან იქ არისო, არ დაუჯეროთო. არც იმას გეტყვისო, არც იმად დაუჯეროთ, რომ ხვალე მოვა, ვინც გეტყვის იმასო. არც იმად დაუჯეროთ, ვინც ზეგმო, იმიტომ რომ დრო და ვადები არავინ არ იცისო. ამიტომ ჩემო კარგებო, რატო ავიწყდება ამ ქრისტიან ხალხს, როდესაც იესო ქრისტე მოციქულებს უთხრა, რომ თქვენი საქმე არ არის დრო და ვადებიო. და ძალიან ცუდად ამთავრებენ ესეთი ქრისტიანების სამწუხაროდ, ვისაც ესეთი ჯერავს. იმიტომ რომ ამ ხალხს აკლია ბიბლიასთან ურთიერთობა, ამ ხალხს აკლია ღმერთის სიტყვასთან ურთიერთობა. მათ არ ყოფნით ის, რასაც ისმენენ, მე მესმის, რომ მათ არ ყოფნით, რადგანაც ისინი რელიგიურ წრეში, ჩაკეტილ წრეში არიან, სექტანტურ წრეში და სექტანტურად აზროვნებენ და მათ არ აქვთ ის განცდა, ის მშვენიერი განცდა, რასაც ამ წინგთან ურთიერთობა ქვია და ლოცვა. არ აქვთ ეს განცდა და არც ექნებათ, იმიტომ რომ არ სწავლობენ, მათ არ აქვთ ეს მოწაფეობრივი რეჟიმი სამწუხაროდ. და ესეთი ხალხი ყოველთვის ასე არის. არის კიდევ მეორე უკიდურესება, რომელშიც ადამიანები ამბობს, აი ჩვენ ყოველდღე ველოდებით იესოს მოსვლას. არც ეგაა ჩემო კარგებო მართალი. იესო ქრისტეს არ უთქმია, რომ ყველა დღე მელოდეთო. არც მოციქულები ელოდებოდო ყველა დღე. მას რას აკეთებდნენ მოციქულები? მოციქულები იყვნენ მზად ყოფნაში. იესო ქრისტე ამბობდა, რომ მზად უნდა იყოთო რისთვისო? მე მინდა რომ სწორად გაიგოთ. მზად ყოფნა უფალთან შესახვედრად და ყველა დღე მას ელოდო, ეს ორი სხვადასხვა რამეა. იესო ქრისტე არ ამბობდა, რომ მე ყველა დღე მელოდეთო. იესო ქრისტე ამბობდა, რომ მზად იყავით ანგარიშის ჩასაბარებლად, როდესაც მოვა თქვენი ბატონი და მოგთხოვთ ანგარიშს. ამისთვის მზად უნდა იყო ყოველთვის. და ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველდღიურად ჩვენ უნდა ვასრულებდეთ იმ მოვალეობას, რომელსაც იესო ქრისტემ დაგვავალა. ეს არის სახარების გავრცელება და მისი მცნებების დაცვა. ესა და ეს. და ამისათვის სჭირდება ბევრი შრომა და ბევრი წვალებაც შემოგარგებო რომ იცოდეთ. მაშასე პირველი რაც მე მინდა უბრალოდ ვთქვა ამ ყველაფერსთან დაკავშირებით, რაც 23 სექტემბერთან იყო დაკავშირებით, რომ არ დაუჯეროთ ხალხო ადამიანებს ინტერნეტში, რასაც მოისმენთ, ყველაფერი სასარგებლო არ არის. არ დაუჯეროთ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ აქ არის იესო ქრისტე, ან იქ არის იესო ქრისტე. ამას ნათლად ამბობს იესო ქრისტე, რომ არ იქნება ეს ასე. მეორე, არავის არ მიცა ღმერთმა ვადების და დროების განჭვრეტის უნარი. ეს მამა ღმერთის პრეროგატივაა და არავის არ აქვს ამის ნიჭი და უნარი. შეიძლება ჩვენ გავიგოთ ნიშანი ბოლო დროს, იმიტომ რომ იესო ქრისტე ამბობს, რომ ნიშანი იქნება, როდესაც ლეღვის იწყებს გაფოთლებასო, გამწვანებასო. ეს არის ნიშანი. თქვენ იცით, რომ ლეღვის ხე ეს ისრაელის სიმბოლოა და ისრაელის განვითარება, წარმატება და ებრაელი ერის დაბრუნება ისრაელში, ეს ერთ-ერთი ნიშანია ბოლო დროისა, მაგრამ არა ერთადერთი ნიშანი. შემდეგ ისრაელმა უნდა მიიღოს თავისი მესია, როგორც ზაქარია წინასწარმეტყველებს. თავისი მესია, რომელიც ჭეშმარიტი მესიაა, იეშუა ჰამაშიახი.
იესო ქრისტე რას ამბობს? იქამდე ვერ მიხილავ თუ სანამ არ ეტყვით თუ კურთხეული არის უფლის სახელით მომავალიო. ანუ ივრითმოთ ასე არის. ბარუხ აბა בשם אדוני. კურთხეულია უფლის სახელით მომავალი. ეს არის ივრითმოთ. სანამ ამას ისრაელის ერი არ ეტყვის, მანამდე არ იქნება იესოს მოსვლა. ნუ ელოდებით ტყულა. რატო წამოვიდა ეს ყველაფერი, ეს არასწორი განმარტება? ყველაფერი არის შემოკარგებულ წამოსული ფუტურისტული თეოლოგიის დამახინჯებული მხარე, რომელსაც ქვია დისპენსიანური თეოლოგია. დისპენსიანიზმს ახლა მე აღარ გაგიმარტავ, მაგრამ დისპენსიანიზმის სულის ჩამდგმელი იყო დარბი და სკოუფილდი, ესეთი მოღვაწეები იყვნენ. ბიბლიისა თეოლოგები, რომლებმაც წარმოუშვენ თავიანთი თეორიები, რომელიც აგებულია ფუტურისტულ მოძღვრებაზე და ეს ფუტურისტული მოძღვრება მოდის ისევ კათოლიკური ეკლესიიდან, იყო ესეთი ფრანცისკო რივერა, ესეთი პიროვნება იყო, კათოლიკი იზუიტი, რომელმაც წარმოთქვა ეს ფუტურისტული იდეა და ეს ფუტურისტული განმარტება, თეოლოგიური განმარტება წამოვიდა. ეს აიტაცა მაშინელმა პროტესტანტულმა ეკლესიის ნაწილმა სამწუხაროდ, შემდეგ უკვე ეს უფრო ბევრმა აიტაცა და შემდეგ უკვე ეს მოხდა ფრანცისა დარბის და სკოუფილდმა ამ დამახინჯებულ თეოლოგიაზე კიდევ უფრო დამახინჯებული თეოლოგია წამოაჩინეს, რომელსაც ქვია დისპენსიანიზმი და ამ დისპენსიანიზმის თეოლოგიის მიხედვით წამოვიდა ესეთი მრავალი ბოდვები, რომლებიც ამობენ. ეხლა კიდევ ერთი ვერსია არის, რომ 28 წელს მოვა იესო ქრისტე. 2028 წელსო. ნუ ეგ ნიუტონის აზრებიდან გამომდინარე, ისააკ ნიუტონს აქვს ესეთი ვარაუდი. ნუ ეს ატაცებული აქვს ხალხს. აქვთ ჩვენ დაველოდოთ, ჩვენი ყოფნა არის ჩვენ ვიყოთ უბრალოდ მზად. როცა ანგარიში წავდგებით მასთან. ესაა ჩვენი მოვალეობა. ჩვენი მოვალეობა არა გამოვთვალოთ ანგარიში და ვადები. ეს ასე მოკლედ, რომელიც ხალხიც ელოდებოდა 23 სექტემბერს იესოს მოსვლას.